ძლეოსნობის ღია ჩემპიონატი საქართველოში შეჯიბრებაში საუკეთესო ქართულ მძლეოსნებთან ერთად მონაწილეობენ სომეხი სპორტსმენებიც. ჩემპიონატი 20 მაისს დასრულდება. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატი ოფიციალურად მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა და სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გახსნეს. ჩვენ ძირითადი გუნდი არის თურქეთში წასული სალიცენზიო ტურნირზე, საერთაშორისო ტურნირზე და აქ არიან მეორე მესამე ნომრის სპორტსმენები. მე ვფიქრობ, ძლეოსნობიდან გამომდინარე ჩვენთვის არის პრიორიტეტული სპორტის სახეობა, თანდათანობით ვითარდება. ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე უკვე ჩვენი ტურნირი გახდა საინტერესო სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებისთვის. დღეს 40-მდე სპორტსმენს მასპინძლობთ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ყოველი შემდეგი ჩემპიონატი უფრო უხვი იქნება მონაწილეების მხრივ.